მებით ქალბატონებო და ბატონებო და ბატონების ბატონებო ჩემო ჟუტყოვილო ხალხო გავარჩიეთ დღეს მინდა მელაპარაკა გუშინდელ ელ კლასიკოზე რა დღეს უყურე თავიდან ბოლომდე თითქმის რა იმ თამაშს და რაღაცნაირი თამაში რა იყო ლენკას გაუკვირდა მე რო ფეხბურთს უყურე ალბათ ძალიან გასაკვირი ფაქტია როდესაც მე უყურე ფეხბურთს მაგრამ ხო და ნუ უყურე და კარჩე იამალზე რა გეგმებიც მქონდა და რა იმედებიც მქონდა მე მგონი მთლად ისე არ ახდება იმიტომ რომ რაღაცნაირად თავში ავარდნილ ბავშვად ყალიბდება რა რაც ფეხბურთს თქვენი თონაც იცით რომ არ უხდება რა ქართველებსაც ბევრი ეგეთი მსგავსი შემთხვევა ქონია როდესაც ნაადრევად უვარდებოდათ ვიღაცებს თავში რაღაცები და ნუ ჩვენ დონეზე რომ დინამო თბილისში უვარდებოდათ და იმათ რომ ბარსელონაში უვარდებათ ხო მესმის რა თქმა უნდა სხვაობა არის მაგრამ მაინც ისე რაღაცა სტორებს დებს ხოლმე, კაროჩე, მე რასაც დავაკვირდი. გამოდის ხოლმე მოწინააღმდეგეს შეურაცხყოფას აყენებს, ამცირებს თავის ჭკუით და მე საბოლოო ჯამში თვითონ რჩება შეურაცხყოფილი ანგარიშით. PSG-თანაც ეგრე იქნა, ინტერთანაც ეგრე იქნა, რეალთანაც ეგრე იქნა. კაროჩე, ბევრჯერ მოვიდა უკვე ეგეთი რაღაცა. ინტერთან თქვა, რომ ინტერთან თამაშის წინ შარშან ნახევარფინალში რა. შარშან რა წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თქვა რომ კაროჩეო მე არავინ არაფერს არ მეტყვისო იმ შემთხვევაშიო თუ მოვიგებო რა და წააგო ხო ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის იმ შემთხვევაში თუ მოვიგებო და ამ დროს ადგადა თამაში წააგო და რა ვიცი ეგეთი თავდაჯერებული რო ხარ ზოგადად თავდაჯერებულობა კარგი უნისაა რა თვისება არის ადამიანისთვის მაგრამ უშუალოდ მაგ ადამიანის თავდაჯერებულობა ზედმეტში გადადის რა. ზედმეტი არაფერი არ ვარგა, ეს არის ყველაზე კარგი ფრაზა ალბათ, რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს რა. მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ ზედმეტი მართლა არაფერი არ ვარგა. აი ფული ხო არის რომ რაღაც. მაგრამ ზედმეტი ფულიც არ ვარგა რა. ფული ზედმეტი არ არის, ვიღაცები იტყვიან, მაგრამ როდესაც ძალიან ბევრი ფული გაქვს, ბევრი საფრთხეც არის მაგ დროს რა. ვიღაცებს შენი გაქურდო უნდათ, ვიღაცებს შენზე თვალი აქვს დადებული. მე ეგეთი რაღაცა სულიერი რაღაცების მაგრამ ჯერა და შესაბამისად მგონია რომ შურს და ბოღმას შენს მიმართ რაღაც შედეგი ყოველთვის ექნება რა შეიძლება ვწდებიან ყველაფერში მაგრამ ნუ მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში ხო და მაგათი თავდაჯერებულობის მიზეზი უკვე ქრება ნელ-ნელა რა იამალზე მაგ კონკრეტულად საუბარია ხა პედრიზე არ ვიძახი არაფერს პედრი უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე დაჟე ჯუდ ბელინგემი, მაგრამ გუშინ ჯუდს უკეთესი თამაში ჰქონდა რა. მე რასაც დავაკვირდი, მე რაც ვნახე იქიდან გამომდინარე გეუბნებით რა. Просто გოლის მომენტში შემთხვევით აღმოჩნდა იქ სადაც აღმოჩნდა ჩემი აზრით რა, არ იყო მთლად გათვლილი კომბინაცია და ის არ ყოფილა რა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგრა აჯობეს ბარსელონას. ხო და მე მგონია რომ Hansi Flick რაც ემართება ხოლმე ყველა გუნდში რა რაც ყოველ მეორე წელს ახალ გუნდში მიდის მეორე წელს ძალიან ცუდი სეზონი აქვს ხოლმე და მე უშვებენ და ეგრე დაიწყო ბარსაშიც მე მგონი ჩემი აზრი ეგეთია ყოველ შემთხვევაში რა იმიტომ ხარისხის იმითაც დიდად ვერ კაჩავს რო არ მოგატყუოთ გუში ვიღაცები კი იძახდნენ რომ მე მგონი ჩუამენოა ხელით ითამაშა მაგრამ საჯარიმოშია და ის რატო არ გადაამოწევა, მაგრამ მე მგონია რომ ვერ გავიგე. მაგ მომენტში ვერ გავიგე, მე ვერ მივხვდი. მე მგონი ტანიდან ასხლეტელი ბურთი იყო და იქ არ ითვლება რა. ხო და ეხლა რავი რა, საბოლოო ჯამში ფურცელზეც და ისეც რეალმა ძალიან აჯობა რა. ძალიან კარგი თამაში ჰქონდა რეალს. მბაპეს რო უვარდეს თავში, ხო? მბაპეს აქვს მაგის ფუფუნება რა, იმიტომ რომ ყოველდღიურად რაღაცის დამტკიცება შეუძლია და იამალმა უკვე 5 თუ 6 თამაში არის დიდი თამაში რა რაღაც საჭირო ძალიან განსაკუთრებულად დიდი თამაში რაღაცები ილაპარაკა და ვერაფერი ვერ გააკეთა ხო და მე არ მგონია ეგ სწორი რომ ეგრე უნდა ისაუბროს ახალგაზრდა ფეხბურთელმა მithumetes რა იმიტომ რომ ელემენტარული პატივისცემა არის რა ვიღაცების მიმართ უნდა გქონდეს თან 18 წლის ბავშვი სულ სადღაც რო გდია და ახლა დედამისმა ვაფშე რა გააკეთა თუ იცით თუ ერთით გეტყვით მე ის შეხვედრებს აკეთებს რა პაემანზე ჯდება ჩათვალთ ვიღაცა ფანებთან
და თუ $150 გადაიხდით, თუ €150 თუ გადაიხდით დედამისზე საუბრებით, თუ რაღაც 500 გადაიხდით ფოტოსირებთ მასთან ერთად და 800-ზე უკვე თვითონ იამალთანაც გაქვს რაღაცა ის. Короче, სიგიჟე არის, სირცხვილი არის, მე თუ მკითხავთ ეგეთი რაღაცა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ, გევასება იამალი და €800 შეგიძლია რომ დაჯდეს და შენს გვერდით იჯდეს და არ ვიცი, სისულელე არის. €800 რაღაცა არარეალურად ცოტა არის მსგავსი ტიპის ადამიანისთვის და ეგეთ რაღაცებით რომ მაყუთს ჩარჯობს დედა. მე მგონია რომ ეგ პრობლემატურია. როდესაც იმას რა ქვია კაცო თვითონ ლამინს ხელფასი აქვს რა ვიცი ალბათ 7-8 მილიონი მაინც ხო იქნება. რაც სისულელებს გავს მთლიანი ბარსელონა რა. ყოველთვის ბარსელონას ეგეთი რაღაცები ჭირდა ხოლმე რა. რო არ მოგატყუოთ რა. ბარსელონა დიდი გუნდი, მე თუ მკითხავთ, დიდად არ იყო ხოლმე ადრე. 2000 აი რონალდინიო რომ მივიდა, რონალდინიომ გაადიდა ეგ გუნდი რა მართლა. აი ტოპ გუნდა ჩამოაყალიბა რონალდინიომ და მერე მესი ხო ვაფშე. მესი აიყვანა და აიყვანა რა. მაგრამ მესი რო წავიდა იმის მერე აი მანჩესტერი ვითაა რა რო არ მოგატყუოთ. მესი რაც წავიდა იმის მერე ცდილობენ რომ დაბრუნდნენ და აი ეგრე მანჩესტერიც ეგრე არის. ფერგიუსონი რაც წავიდა იმის მერე ცდილობენ რომ დაბრუნდნენ, მაგრამ ვერ ბრუნდებიან და წელს ეხა შედარებით მანჩესტერმა უკვე 3 თამაში მოიგო და ეგ რაღაცა ისაა რა. ცოტა წამოიწივნენ რა ლიგაში მეოთხეზე არიან და საკმაოდ კარგად მისდის ამბები და ბარსა რა ვიცი რა, არ ვიცი რა. მე არ მგონია დიდად რომ ბარსას წელს კაი სეზონი ექნება, მიუხედავად დიდი პატივისცემისა მაგ გუნდის მიმართ რა. მე ზოგადად თავის თავს ვინც არასწორად დაფასებს, ეგეთი არც ადამიანები მევასება, არც გუნდები მევასება და არაფერი არ მევასება მსგავსი და არასწორად რა, ზედმეტად არასწორად. ვინც თავს იმდაბლებს, იმათ მიმართ რაღაც სხვანაირი რესპექტი მაქვს ხოლმე რა შედარებით რა. ანუ ვიღაც ფეხბურთელი რო გამოდის და ეს მე არაფერი მიქნია ჩვენ გუნდმა ერთად თქვენით, მაგას რო იძახის, ეგ მაგრამ მევასება, მაგრამ ვიღაც ფეხბურთელი რო გამოდის და რო იძახის, რომ აი მე ვარ ვინც ვარ, ცოტა ნიტოა. ხო. კრისტიანო რონალდუს გარდა ალბათ, იმიტომ რომ კრისტიანო რონალდუმ რაც უნდა თქვას მართალია. ეგეთი ძლიერი არსება არ მინახავს მე ბევრი. არც მენტალიტეტით, არც იმით, არც ამით რა. მადეირადან წამოსული პატარა ბავშვი. რომელიც თავის დროზე რო გენახებინათ ჩემთვის, გეტყოდით რომ რაღაც ბოიბენდში მღეროდა. არა, მე მსგავს. 2007 წლის რონალდო იმენა ეგეთი იყო, ბოიბენდის მომღერალი იყო. ხო რა. ხო და რავი, წესით წელს რეალს უფრო კაი შედეგები ექნება ვიდრე ბარსელონას. ჩემი აზრით. მაგრამ მე მინდა რომ ორივეს ფეხი დაუწდეს და ვილიარეალს კონდეს ყველაზე კაი სეზონი. ესპანური გუნდებიდან. დიდი სიამოვნებით მომნახავდი მაგ ყველაფერს. ჯორჯის გამო პატარა. რატო ლენკამ მკითხა და აუცილებლად ჯორჯის გამო. მარა რავი ლიგაზეც რომ მოგატყუოთ ბარსელონას შორს გავათქო მოგატყუებთ. ია და რო გითხრათ. მე მგონია რომ სადღაც მერვეთ ფინალში ან მეოთხედ ფინალში მაქსიმუმ გამოვარდება რა. სულ თუნდაც მოუგია თუ უნდათ, მაგრამ მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რასაც ვხედავ რა. იმიტომ რომ სატრანსფერო ფანჯრებზე არაფრის დახარჯვას არ ვაპირებთო, ეგ თქვა დეკომ. აი დეკუ მიყვარდა ძალიან. დეკუს დონის ბარსელონა ძალიან მიყვარდა. დაჟე ეს პერიოდი რომ მე ხო რომას გულშემატკივარი ვარ და ჩვენ სხვათა შორის პირველ ადგილს ვიყოფთ ნაპოლისთან ერთად. პროსტა ნუ ნაპოლის იქ ინტერთან ბევრი რაღაცა გაუტარეს მე მგონი და საჯებმა ეგრეთ თუ ითამაშეს, ვაფშე ეგრეთ თუ ითამაშეს კი ეგრეთ მოიქცემს საჯები, მე არ მგონია რომ რაღაცა დიდი ის კონდეს რა. რა არის? რამდენი წუთია ვლაპარაკობ? რა გჭირს? რა არაფერი. არაფერი არ გჭირს. ხმა გაქვს შეცვლილი. კაი ნუ რაზე. ხო და ნუ მე ეგრე მგონია რა რომ ლენკამ თავისი ხა რაღაცები ჭამა და რა ქიმია. ხო და გავჩი მე ეგრე მგონია რომ რეალს უკეთესი სეზონი ექნება წელს ვიდრე ბარსას და მინდა რომ ვილიარეალს კონდეს ორივეზე უკეთესი სეზონი. ეს იცოდეთ აქედანვე ნახოთ რამდენად გამახსოვდება ჩემი ესენი მოლოდინები.
პროსტა რეალი უფრო შეკრული გუნდის დაბეჭდილებას ტოვებს. თან ალონსო კაი მწვრთნელია, ჰანსი ფლიკიც კაი მწვრთნელია, მაგრამ ალონსო ეხა ჩამოყალიბების პროცესში იყო თავიდან და შედარებით ცუდი თამაშები მაგის გამო ჰქონდათ. და ახლა უკვე ცოტა დაულაგდათ. მე როგორც დავინახე ყველაფერი. წარმატებები. კარგად იყავით. გამომიწერეთ. გავისწორდებათ.